საღამო მშვიდობის მოიგეს ერთდროულად სახიფათო ეპიზოდი დარტყმა პირველივე წამებზე და მეკარე თამაშობს კარგად. შეტევა შეიძლება განვითარდეს, სწრაფად თუ გაკეთდა პასი ბორჯესია კლავს საჯარიმოში, შეიძლება დარტყმა და ბურთი არ წავიდა. კარის მართულებით ისევ თამაშგარე მდგომარეობა. მეორებით აქ ცოტა საკამათოა, ყოველ შემთხვევაში მე გადაჭრით ამას ვერ ვიტყვი. საჯმა დაინახა, თან გოლის არ არის ამ ეპიზოდში გასული და ის ზედმეტი განხილვები აღარ იქნება ბუნებრივია, თუმცა საკამათო ეპიზოდი იყო. რა კარგი იყო აქაც კალანდარიშვილი, რა კარგად დაუფარა. გძლივი და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს შორეული გასროლა და არაზუსტია ამ ეპიზოდშიც. ძალიან კარგი ეპიზოდი, მაღალი ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ მას გარკვეული პერიოდი კარგი გამოუვიდა ბოლოს კლაუდინეის დარტყმა და ბურთი ცდება კლუბები მუშაობა. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ რეალობას და აქაც ალბათ თამაშგარე მდგომარეობა, თუმცა დაველოდოთ ეპიზოდის დასრულება. ზოიძე დაარტყა შორი მანძილიდან და მეკარე მითამაშა ძალიან არ ყოფილა თამაშგარე მდგომარეობა, საჯმა მიუთითო რომ დარტყმა არა, ყოჩა ხამ ეპიზოდში მე ბოდიში ვიხდი, უბრალოდ ბოლო მომენტი დავინახე, ყოჩა თავარი საჯის ასისტენტი არ გამოეპარა მას ეს ეპიზოდი და აი აქ ხედავ ძალიან კარგი მიღება და ამუშავება ბურთის და კუბატაც კი აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ მაინც შევაკოთ ამ ეპიზოდში ახალგაზრდა ფეხბურთელი საბოზოიძე, რომელმაც ძალიან კარგი ძელი პასი აქვს შეცდომა და მუჯირი ერთ-ერთია ფაქტიურად მეკარესთან დაარტყა და კარგად თამაშობს კუპატაძე ამ ეპიზოდში. კიდევ ერთი პასი ალბათ საჭირო, კიდევ ერთი გადაცემა კეკელიძე და ამ ეპიზოდში ძალიან კარგი იყო კუპატაძე, კიდევ ერთხელ შეიძლება და ამჯერადაც დაიბლოკა, თუმცა იქ ეპიზოდში აქ თავიდანვე იყო თამაშგარე მდგომარეობა. აქ როგორც ჩანს თავიდანვე იყო თამაშგარე მდგომარეობა, უბრალოდ აცალა. საჯმა ბუნებრივია ეპიზოდის გაგრძელება. აქაც ეს მართლაც ძალიან რთული ბურთი მოიგერია ამ ეპიზოდში ხოლმე რა თქმა უნდა აქ არანაირ თამაშგარე აღარ იქნება და შემდეგ ეპიზოდი ისე გაგრძელდა და მთავარი საჯის როგორც ჩანს უკვე ინფორმირებული იყო რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო და არც იყო აქ არაფერი გასაკვირი. ცვლილებები მოხდა დინამო ბათუმის შემადგენლობაში, ამ განმეორებას ვაკვირდებოდი და საერთოდ არ მივიცემ ყურადღება, თუმცა უკვე მოხდა ცვლილებები და ამ ყველაფრის შესახებ გეტყვით რა თქმა უნდა. კუპატაძე გამოცდილია, კუპატაძე საკმაოდ მაღალი დონის მეკარია და ამ ეპიზოდში თავისი და უკვე სივრცე გაჩნდა და ბათუმელებმა წამოიღეს ბურთი. შუაში ჩავარდა, შეიძლება ითქვას გაგრა, ჩაწოდება საჯარიმო მოედანზე კლაუდინეი. კარგად შეიწია მარჯვენა მცველმა საჯარიმოში და ასკუა ცენტრალური მცველების ზუსტად ითამაშა და ისევ ბათუმელები არიან. ეს უკვე მეკარეს ბამბუნდებს გაგრა საკუთარ მოედანზე სპაერს უმასპინძლებს, აქ სახიფათო ჩაწოდება თავით. ვერ დაარტყეს, შემდეგ ანდრეიჩუკი ჯერ მუჯირმა ვერ დაარტყა კარგად, ვერ შეწვდა ბურთს და შემდეგ ანდრეიჩუკი ტურზე კლაუდინეი. კარგი ჩაწოდება საჯარიმოში, აი ამ მომენტში ოდნავ ვერ შეწვდა მუჯირი და შემდეგ უკვე ანდრეიჩუკი ახლოს იყო ბურთთან. კარგად. კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს. აქ ცოტა სწრაფად არის მანდრიჩენკო, ძალიან ნელა წავიდა. წაიქცა და პენალტი. აი უბრალოდ ხელი დაჭერისათვის ალბათ სადღობელას ასე მიანიშნებს საჯის და უნდა ვნახოთ განმეორებით. საერთოდ არ იყო ისე შთაბეჭდება რჩებოდა იქ თამაშის წესის დარღვევა საჭირო და არ ვიცი კიდევ ერთხელ ვნახოთ განმეორებით. მე ვერანაირ კომენტარს ამ ეპიზოდში ვერ გავაკეთებ. ნაიღო სტარტი და რამხელა უპირატესობა აქვს, მაგრამ აი გაჩერდა, შევიდა საჯარიმოში, აი ეგ მოტრიალდა და ორივე ხელი აქვს ტანზე სადღობელაშვილს თითქოს მოხვეული. კი. და ამით ისარგებლა კიდეც შემტევმაც და ძალიან კარგად გაყიდა ეპიზოდი, შეიძლება ითქვას საჯმაც ჩათვალო რომ არის ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ნიშნავ. არ კალანდარიშვილი იყო უკაცრავად მარამომე ჩვენა თავიდან და ვორობეი მე-7 პენალტი აქვს მას მოგერიებული ეროვნულ ლიგაში და ამით ართხა კარგად მოდი პირდაპირ თქვა. ვერ დაარტყა კარგად მეკარემ ძალიან მარტივად მოახერხა ბურთის აღება. ხო, შანსი მიეცა დინამო ბათუმს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. და კიდეც გუშინ კანადელის დებიუტი, მაგ სახიფათო იერში დარტყმა, არაზუსტია, დარტყმა კარიდა. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც არ იყო ეროვნულ ლიგაში 2017 წლიდან კანადა გახდათ.
და ასევე გუში ჰქონდა ლუქსემბურგელს დებიუტი ჩვენს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვაჰიდ სელიმოვიჩი იბერიის შემადგენლობაში. მას გაგრა როგორც თამაშობდა შეხვედრის მთელი მატჩის განმავლობაში მეორე ნომრად იგივენაირად აგრძელებს. აქ სახიფათო ეპიზოდი შეიძლება არა ეს პენალტი აღარ არის ხა? ნამდვილად მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნა არის ბათუმელთან მხრიდან აქ ჯარიმა იყო. აქ ჯარიმა წუდა. ცოტა უნდა გადმოუხიონ უკან, აი აქედან. აი ეს. რევაზაშვილი ნახა, მიიღო გადაწყვეტილება, გაეშხმა და გავიდა აქ გოლი 1-0 ანგარიში გაიხსნა დინამო ბათუმი დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში. გაიხარა გულშემატკივრებმა კაცი ვერ ხედავთ ეს პირატების ტრიბუნა მედაობას საჭირო. საპირისპირო კუთხეში დააწყდა მაინც გაიტანა თავისი გოლი ნიკა კალანდარიშვილი ერთგვარად გამოასწორა კიდეც შეცდომა და მადლობა მისგან ალბათ განსაკუთრებული დმიტრი მანდრიჩენკოს. ორივე პენალტი მასზე დაინიშნა. საინტერესო მეორე ტაიმი უკეთესია რა თქმა უნდა სათვის რომ დღევანდელ შეხვედრაში მიეღწიათ იმისთვის რისთვისაც გამოვიდა მოედანზე. აქ რა ხდება? პენალტი, კიდევ ერთი პენალტი დღევანდელ შეხვედრაში. კიდევ ერთი პენალტი აქ. ხო, საჭი მიიჩნევს რომ აქ კეკელიძეზე იუხეშა ქაფიანიძემ აი განმეორებით შემოტრიალდა და არ გაატარა ახლა იქ სახეზე. აი ხედავთ ერთი პაუზა თითქოს 1-1-94 წუთზე ანგარიში გათანაბრდა. კუპატაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი. ახლა სხვა მეკარეებზე თუ ლიგაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. თუმცა მის კარში ძალიან ბევრია დარწმული. წლების განმავლობაში იბერიის შემადგენლობაში, თუმის შემადგენლობაში, არა ვერ გამოიცნო კუთხე და ყოჩახ ცინცაძე ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ხედავთ, სრული კონცენტრაცია გამორბენი და ზუსტად დაარტყა 1-1. ხო. ფინიში ძალიან ფრედ 1-1. კი, გულგატეხილები არიან ბათუმელი ფეხბურთელები, ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ მოდი თქვათ ისიც რომ გაგრამ დაიმსახურა ის თავისი ერთი ქულა